ადამიანი ეს ახალი ტერმინია. ადამიანი ძველად არ იყო. ადამიანი ახალი ტერმინია და ძველად იყო კაცი. და კაცი ნიშნავდა ორივეს. ორივე სქესს. ადამი მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხატია და ღმერთია მასში, ის არ არის გამტკიცებული თავის ნებელობაში. და ის როგორც კი თავის ნებელობაში გამტკიცდებოდა ღმერთში, აი მაშინ იგრძნობდა ის თუ როგორი ღმერთი. მამრი და მდედრი. აი მამრი მამრთან არის ცალი. მდედრი მდედრთან არის ცალი. ადამიანობაში და არ არის ერთი და ერთ-ერთი წყევლა ქალის წყევლა არის ის რომ კაცი ბატონობს და კაცისგენ ილტვის და ეს ყველა მამაკაც მოწონს და ამ წყევლას უსრულებენ. თვითონ რომ რანგით კაცი იმიტომაც დგას რომ კაცისგან მოდის ქალი და არა ეს არ ნიშნავს ბატონობას, ეს არ ნიშნავს უფროსობას, ეს არ ნიშნავს რომ კაცი უფრო ახლოს არის ღმერთთან, არა. ორივე შექმნილია ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად. ქრისტე როგორც კაცობრივი დედამიწაზე იბადება კაცი, დედამიწაზე იზრდება, დედამიწაზე ცხოვრობს და არის დაშლადი. ფიზიკური სხეული არის დაშლადი და არის სიკვდილის შემძლე. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე გადაცემა ციკლიდან მამა დოროთეს ამბიონი. ცხადია თავად მამა დოროთე უძღვება ამ ციკლს, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები, ისევე როგორც ჩვენ ვხედავთ რამდენად კეთილგანწყობილი არის გამოხმაურება ადამიანებისა, რომლებმაც დროების YouTube არხზე ნახეს ჩვენი პირველი გადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის დაბადებას. პირობითად ასე დავარქვით კიდეც თავად ამ გადაცემას, თუმცა მეორე გადაცემაც დიდწილად ამას დაეთმობა. გადაცემის დასაწყისშივე მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც ახლა შემოუერთდით ჩვენი YouTube არხის გადაცემებს, გამოიწერეთ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს, იყოს უფრო მეტად ინფორმირებული, განათლებული, ეს სიტყვა კიდევ უფრო სწორი იქნება ამ შემთხვევაში. ჩვენ ამ გადაცემათა ციკლში ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე მარტივად, ყველაზე რთულზე და ამაში ძალიან გვეხმარება მამა დოროთეს ცოდნა და გამოცდილება. მამაო, გისმენთ დღეს რაზე გვექნება საუბარი? მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მინდა ცირედი ჩემი განცდა გაუზიარო მსმენელს, მაყურებელს, რომ რაც ეს გადაცემა დავიწყეთ კვირიდან კვირამდე მთელი კვირა ფიქრობ იმაზე, რაზე უნდა ვისაუბრო აქ და არა მარტო ფიქრობ, არამედ წიგნებში ვაზუსტებ ჩემს ფიქრს. მე რაც ვისაუბრე იმას, რომ მოусმენ, იმასაც ვაზუსტებ და ამისთვის მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების სასუფეველი. ასე დროს ვარ მე სასუფეველში, ასე დროს ვარ ქრისტესთან, როცა ქრისტეს ვესაუბრები ჩემს თავში და ქრისტეს ვეძიებ წიგნში და ქრისტეს სწავლებას ვეძებ ყველგან ჩემშიც და გარეთ და მთელი კვირა ვიყავი ესე და ამისთვის მადლობა. ერთ ფილოსოფოსა აქვს ნათქვამი, რომ ცხოველი განპირობებულია ცხოველის ცხოვრება გარემოთი, როგორც იცვლება გარემო, იმის მიხედვით იცვლება მისი ცხოვრება, მაგრამ ადამიანი არ არის ესე, რადგან ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში შევიდეს და მოწყდეს გარემოს და ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში შეაფაროს თავი. და როცა საკუთარ თავში შევა ადამიანი და იქ ღმერთს აღმოაჩენს, რომელიც ჩვენშია და მას შეაფარებს თავს. ეს არის ყველაზე დიდი სამოთხე და ამ სამოთხეში ვარ ეს კვირა. და მადლობა თქვენ ამისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელი და მაყურებელი იზიარებს ან განწყობას თავის მხრივას, თავის კუთხით. დიახ, ამით განსხვავდები ცხოველისგან, რომ საკუთარ თავში შეგვიძლია შესვლა და საკუთარ თავში საუბარი ხმის გარეშე და ლოცვაც შეგვიძლია და ყველაფერი საკუთარ თავში და მე მინდა ერთი დავიწყო, როგორც წინა გადაცემა დავიწყე რა უთხრა მოსეს, რომ მოაკლებ
ნუ მოუმატებ და ეს სიტყვა არის შენი გონება. და ამაზე იფიქრე, ხო, ეს არის შენი გონება და დღეს ვიტყვი, ამით დავიწყებ, რომ როცა ცნებას აძლევდა მოსე ერს, ღვთის ერს, ანუ ისრაელს, ისრაელი ნიშნავს ღმერთის მხილველს. იაკობს დაარქვა ღმერთმა ისრაელი, იაკობი როცა ეჭიდავა ღმერთს, ამის შემდეგ და შენ დღეიდან არ გერქმება იაკობი, არამედ გერქმება ისრაელი, რადგან შენ იხილე ღმერთი. და აი დღესაც ლოცვებში რო ვამბობთ ისრაელი, აქ იგულისხმება ღვთის მხილველი ერი, რომელიც ვარ ჩვენ, რადგან ჩვენ ვიხილეთ ღმერთი. და ამ erს 10 მცნების წინ ეუბნება ძალიან საინტერესოა ეს ჩემი ცხოვრების მრწამსიც არის და თუ თქვენიც გახდება მაყურებელო მსმენელო ძალიან კარგი იქნება ეს სიტყვები არის ისმინე ისრაელო. იმისთვის რომ 10 მცნება გაიგო და 10 მცნება შეიმეცნო იმისთვის რომ ქრისტე შეიმეცნო აუცილებელია რომ შენ სმენად იყო გამზადებული. რომ შეისმინო ის, რასაც ღმერთი გეუბნება. ამიტომ არის ძალიან ხშირად ამბობს ქრისტე, რომ ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც თვალი აქვს დაინახოს. იქ ვინც იდგა, ყველას ჰქონდა ის ყური და ყველას ჰქონდა ის თვალი, ვინც ქრისტეს უყურებდა, მაგრამ ქრისტე ვერ დაინახეს. ანუ იმ თვალზე არ არის საუბარი ამ, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივად გაგვაჩნია, არც იმ ყურზეა საუბარი, რომელიც ჩვეულებრივად გაგვაჩნია, არამედ იმ გულის ყურზე და გულის თვალზე, რომლითაც ჩვენ შევიმეცნებთ, შევისმენთ იმას, რაც გვეუბნება ქრისტე. ეხლა მინდა ჩვენი საუბარი განვაგრძო ისევ დაბადებით, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო და თან დავაზუსტებ იმას, რაც წინა გადაცემის დროს ვისაუბრეთ და დავიწყებ ამით. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. აი აქ არის ახლა ძალიან საინტერესო და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, მხოლობითშია ნათქვამი. რომ ადამიანი თავის ხატად შექმნა ღმერთმა და მერე არის ნათქვამი უკვე მრავლობითი. დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი. ანუ ადამიანობა იყოფა ორ ნაწილად. მამრობითი და მდედრობითი. მაგრამ როცა ჩვენ ორ ნახევარს ვიტყვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნახევარია. არა, ადამიანი არის სრული. ანუ ადამიანი არის სრული მამრი და ევა არის სრული მდედრი და ამ სისრულეს რაც განაპირობებს რომ ეს ორივე დამოუკიდებლად არის ღმერთის ხატი. ანუ ევა არ არის ადამი ღმერთის ხატი და ევა ადამიანის ხატი. არა. როგორც ადამია ღმერთის ხატი, ისე ევა ღმერთის ხატი. და ის კურთხევა, რაც შემდეგ ღმერთმა უთხრა ადამიანს და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა. ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას. ბატონობდით ზღვის თევზებზე, ცის ფრინველებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ორივეს უთხრა. ამიტომ აქ ახლა ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ორივე არის ღვთის ხატი. ორივე არის სრული ქმნილება და ორივე არის დამოუკიდებელი და ორივე არის ბატონი. აქ არ არის ადამი ევას ბატონი. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ სამოთხეში ადამი და ევა ეს ტოლია. არის იერარქია, მაგრამ მაგაზე შემდეგ გავაგრძელებ. ტოლია ორივე ბატონია, ორივე ბატონობს, იბატონეთ და ორივე არის ღვთის ხატი დამოუკიდებლად. ანუ ევას ადამთან არ ჭირდება ადამი იმისთვის რომ ღმერთთან მივიდეს და არც ადამიანს ჭირდება ევა იმისთვის რომ ღმერთთან მივიდეს. და ძალიან საინტერესოა შემდეგ უკვე ორჯერ არის მოთხრობილი ადამიანის შექმნა. ეს არის პირველი, მაგრამ ეს პირველი თხრობა იწყება ბოლოთი, რომ უკვე ორივე შექმნა. და შემდეგ უკვე მოსე იწყებს ჩამოთვლას პროცესის. ანუ პროცესი როგორ იყო? და ეს პროცესი არის იერარქიულობა. ახლა პროცესი რა იყო? პროცესი არის ის, რომ ღმერთმა რო განასრულა ეს ყველაფერი,
ან განსრულებამდე მოხდა ის პროცესი. და პროცესი არის, რაც ვიცით, რომ მიწის მტვერისაგან ღმერთმა შექმნა ადამიანის ნეკნისგან და ადამიანის ნეკნისგან შევა ევა, მაგრამ აი აქამდე არის ძალიან საინტერესო ერთი ადგილი, რომელიც მინდა ყველამ სანამ ადამიანს ეტყოდა ღმერთი სახელები უწოდეო ყველაფერს. მანამდე ღმერთი ამბობს დათქვა უფალმა ღმერთმა არ არის კარგი ადამიანის მარტოობა შეუქმნათ მას შესაფერისი აქ არის მსგავსი არის ძველ ქართულში მსგავსი შეუქმნათო მაგრამ არ ქმნის ანუ ღმერთი ამბობს არ არის კარგი მაგრამ არ ქმნის სანამ შექმნის ევას მანამდე ადამიანს ეუბნება რომ ცხოველებს და ყველაფერს ანუ სამყაროს სახელი დაარქვი სახელი და ინტერესებს ღმერთს რას დაარქმევს და ეს სახელის დარქმევა არ არის მაგალითად მგელს მგელი უწოდო და ლომს ლომი ეს არის შეცნობა ბუნების შეცნობა გაგება შეგნება იმისა რა არის ეს და ადამიანმა სახელები რო დაარქვაო ვერ ნახაო თავისი მსგავსი აი ვერ ნახა თავისი მსგავსი ადამიანმა ნიშნავს ვერ ნახა თავისი შესაფერისი მის ბუნებასთან ახლოს ყოფნა ანუ შესაფერისი უფრო მომწონს თავისი მსგავსი არ ნიშნავს იმას რომ მეორე ადამი უნდა ენახა ანუ ეს ერთი მამრობით სქეს კი არა შესაფერისი იმიტომ რომ ხედავს რომ ყველაფერი წყვილია ბუნებაში არ ყველაფერი წყვილი ეს ამოიცნო ადამიანმა და თავისნაირ ანუ წვილს ვერ ხედა შესაფერის ამისთვის შესაფერის ვერ ხედავს და რადგან ეს დაინახა ადამიანმა აქ გამოდის რომ ადამიანის სურვილიც არის რომ შესაფერისი იყოს გარკვეული მინიშნება არის თხოვნა შეიძლება ითქვას ხო აი დააკვირდით აი ღმერთი მერე უქმნის ამიტომ თქვი რომ თავში სანამ ადამიანის სახელებს დაარქმევს და სანამ შეიცნობს რომ არ არის შესაფერისი მანამდე ღმერთი არ ქმნის მაგრამ მანამდე ამბობს რომ არ არისო კარგი ეს ეყოდნაო მაგრამ ეს რომ არ არის კარგი ადამიანმა უნდა დაინახოს ანუ ადამიანის დამსახურებაც არის რომ ევა მოევლინა ქვეყანას და ადამიანს რომ უქმნის ევას ძველ ქართულში აქ არის ძილი მოგვარა და ეს ძილი მოგვარა არ არის სწორი იმიტომ რომ ძველ ქართულში წერია უფრო განკვირვება ექსტაზი ანუ განკვირვება ეს ექსტაზი ითარგმნება რომ იმას სულს კი არ ძინავს არამედ ხორცი დაიძინა ხორცმა მაგრამ ადამი ხედავს ყველაფერს ანუ ამას ახტაცებას ეძახიან გონების ახტაცებას ეძახიან აი ესეთი ღმერთის ხილვის დროს ამ ექსტაზს ну სხვანაირადაც ხმარობენ მაგრამ ქრისტიანულად ეს ექსტაზი ითარგმნებოდა განკვირვებით და ანუ ადამიანს კი არ ეძინა და ეს მოულოდნელი რამე კი არ მოხდა მის ცხოვრებაში უგუნოდ არ იყო იმ მომენტში უგუნოდ არ იყო პირიქით ხედავს და ამიტომ ხედავს ის რომ ეს მისი ძვალისგან არის და მისი ამიტომ ამბობს ძვალი ჩემი ძვალთაგანი ხორცი ჩემი ხორცთაგანი და ამიტომ მას დედაკაცი ერქვას ანუ კაცი ანუ ადამიანი ეს ახალი ტერმინია ადამიანი ძველად არ იყო ადამიანი ახალი ტერმინია და ძველად იყო კაცი და კაცი ნიშნავდა ორივე სქეს და ეს სქესიც არის ახალი გაგება სქესის გაგება მე-15 საუკუნეში შევიდა ამ გაგებით რა გაგებით ჩვენ დღეს სქესს ვგებულობთ ინგლისურ ენაში მანამდე მას ძალიან დიდი მნიშვნელობები ჰქონდა და ერთ-ერთი მნიშვნელობა რომელიც მე უფრო აი დღევანდელი გაგებით შეიძლება ითარგმნოს ეს არის სახეობა ანუ ორი სქესი არსებობს ნიშნავს ადამიანის ორი სახეობა არსებობს მაგრამ ამ სახეობათა შორის არ არის დამოკიდებულება ერთმანეთის ღმერთთან მიმართებაში და სამყაროს მიმართებაში ევას გარეშე არქმევს ადამი და ევას გარეშე ადამი არის ხატი ღვთისა და ევა ადამის გარეშე არის ხატი ღვთისა და ევასში არის იგივე ცნობიერება მან იცის რა უთხრა ღმერთმა და ის როცა გველს ესაუბრება ესე ამბობს რომ აი არა ჩვენ ასე გვითხრა ღმერთმა
ანუ ევა არის დამოუკიდებლად ხატი და ის არ არის ადამიანის მორჩილი. მაგრამ ადამიანს არც ქალს და არც კაცს ღმერთთან მიმართებაში, სრულყოფილებაში არ ჭირდება ერთმანეთი. სამოთხეში. ასე არის სამოთხეში ეს ყველაფერი, რომ ის სრულყოფილია. მას სრულყოფილად შეუძლია ამის გარეშე იყოს ღვთის ხატი და იყოს ღმერთი მათში და ევასაც სრულყოფილად შეუძლია იყოს ადამიანის გარეშე ღმერთთან და ღმერთის ხატია. სრულყოფილი ხატია. ნახევარი ადამიანი კი არ არის დაუქმნელი. არამედ ნახევარის ადამიანობის მიმართებაში ითქმის, რომ ახლა კიდევ უფრო გასაგებია, რაზეც მათ შორის ერთი მხარეა ადამიანობის, ერთი მხარე, ოღონდ სრულყოფილი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული გაგების კუთხით, თანამედროვე თანასწორობის იდეის სწორად გაგებისთვისაც. ხა იმიტომ ვამახვილებ ასე დაკონკრეტებით. ისიც ხო ამ ქრისტიანული სწავლებიდან არის ამოზრდილი. და ის თანასწორები არიან, მაგრამ აი საინტერესოა ძალიან რომ ღმერთი როცა ამბობს რომ აი დააკვირდით შეუქმნათ მას შესაფერისის შემწე. როგორც გითხარით ღმერთთან მიმართებაში ადამიანს შემწე არ ჭირდება. იმის მიმართებაში რომ სახელები დაარქვას და შეიცნოს სამყარო, შეიცნოს ღმერთი და შეიცნოს ბოროტი. რომ ის ბოროტია. ამაში დახმარება არ ჭირდება, შემწე არ ჭირდება ღმერთს ადამიანს არაფელში. და მაშინ რატო ამბობს ღმერთი შეუქმნათ შემწე? აი აქ არის ეს არ არის ადამიანის პიროვნების შემწე. და ადამიანის პიროვნულად არ არის ევას შემწე. ევას არ ჭირდება ღმერთის ხატია. ღმერთის ხატი ნიშნავს რომ ადამიანი არ ჭირდება მას შემწედ ღმერთთან მიმართებაში. და არც ადამიანს ჭირდება ევა ღმერთთან მიმართებაში შემწედ. მაგრამ ეს არის შემწე არა ადამიანის პიროვნების, არამედ ადამიანის ბუნების. ანუ ეს შესაფერისი ნიშნავს რომ ადამიანს როცა მოუნდება რომ აი როცა თვითონ ღმერთით აღივსება, ეს კითხვა ხშირად სემინარიაში ცისმობდა, რატო არ მრავლდებოდა და არადა სამოთხეშივე უთხრა გამრავლდით, ხო? თან არის ესეთი კითხვები, აი როგორ მოხდებოდა გამრავლება? რა ფორმით იქნებოდა გამრავლება, მაგრამ ამისი ზუსტი პასუხი არავის არ აქვს, იმიტომ რაც არ მომხდარა, ის როგორ მოხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მე ერთი ესეთი თუ არ ვცდები ავგუსტინეს განმარტება, რომ გამრავლება მოხდებოდა იგივე ფორმით, მაგრამ ვნების გარეშე. როგორც მიწათმოქმედი ამუშავებს მიწას ვნების გარეშე და რომ თესავს ნაყოფს იძლევა, აი ესე ყოველგვარი ვნების გარეშე მოხდებოდა იგივე ფორმით, მაგრამ ეს არ არის დოგმა. ვიღაცა სხვას ამბობს, ვიღაცა სხვას ამბობს. ეს ერთ-ერთი ვერსია, წმინდა მამის. არის, იმიტომ რომ რაც არ მომხდარა, ის როგორ მოხდებოდა, ვნებით რო არ მოხდებოდა ფაქტია. მაგრამ აი რატო არ მოუნდა ადამიანს კიდე სამოთხეში გამრავლება? აი ჩვენს თავს თუ დავაკვირდებით, როცა დაოჯახდება ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება არც უნდა შვილი. აი შვილი როდის უნდება, როცა აღივსება ორივე წყვილი რაღაცა იმ ზათარის დედობისთვის, ზათარი მამობისთვის, ოჯახი და იქ უნდა ძალიან შვილი, ხო? ამიტომ ადამი მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხატია და ღმერთია მასში, ის არ არის გამტკიცებული თავის ნებელობაში და ის როგორც კი თავის ნებელობაში გამტკიცდებოდა ღმერთში, აი მაშინ იგრძნობდა ის თუ როგორი ღმერთია. მაშინ იქნებოდა მზად ამის. საოცრება მიცა ღმერთმა, თუ როგორი საოცრება შექმნა. კი არ შეეშინდებოდა, არამედ ღმერთი ხდებოდა, ბუნებით ღმერთის დამკვიდრებით მადლით ღმერთი ხდებოდა ადამი. და აი რო აღივსებოდა, ამ სიცოცხლის გადაცემა მოუნდებოდა სხვისთვის. ამიტომ არის ევას რო სიცოცხლეს არქმევს. ეხლა ევა ვისი სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლე არ არის. პირიქით სიცოცხლე დააგარგინა, ხო? ხო, ადამიანის სიცოცხლე არ არის, მაგრამ აი ამ სიცოცხლის გადაცემა როცა მოუნდება, ევას გარეშე ვერ შეძლებს. ამიტომ ამბობ რომ ადამიანობა ეს წყვილი ადამიანობა რომ გამრავლდეს ამისთვის ეს ორი მხარეა საჭირო და ამ ორი მხარეს გარეშე ის ყოველთვის ცალი იქნება ნახევარი იქნება აი ნახევართან არ მრავლდება ნახევართან თლიანი არ ხდება ადამიანის ბუნება თლიანი ხდება ზუსტად იმ ორი ნახევრით
ამიტომ საუბრობთ ადამიანურ ბუნებაზე. ამიტომ საუბრობთ ადამიანურ ბუნებაზე და არა პიროვნებაზე და არა ის რომ ეს ნახევარი კაცია და ეს ნახევარი ხალი არა. ანუ ეს ნახევარი სქესი მამრი და დედრი. აი მამრი მამრთან არის ცალი. დედრი დედრთან არის ცალი. ადამიანობაში და არ არის ერთი. აი იმიტომ წერია იქ ერთი და შეუერთდება თავის ცოლს და გახდებიან ერთ ბუნება. რითაც ადამიანი მრავლდება და სიცოცხლე მრავლდება. ამიტომ დაარქვა სიცოცხლე, რადგან ის არის დედა ყოველთა. და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აი ამ სიცოცხლის გამრავლება არ არის ადამიანისთვის ეს ღვთის ხატების წინაპირობა. არა, ეს არის ღმერთის მსგავსების მერე უნდა უნდომებოდა მას აი ასეთი სიცოცხლის გამრავლება, როცა ის მიემსგავსებოდა ღმერთს, გახდებოდა ღმერთის მსგავსი, რომელიც მსგავსება ქონდა მას. არ წერია რომ მსგავსად შექმნა, იმიტომ რომ მსგავსად ვერ შექმნიდა, იმიტომ რომ ის უკვე დამოუკიდებელი არ იქნებოდა, მას თვითონ უნდა მომდონებოდა რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც ღმერთი, ეს არის მსგავსება. და ხატება არის ის რომ ის გონიერი არსება, ის რომ ის უკვდავია, ეს რაც ბუნებით გვაქვს მოცემულობა. და მსგავსება არის შემოქმედება, როგორც წინა იმაში ვისაუბრე, შემოქმედება არის და ამიტომ ძალიან საინტერესოა, კიდე ეს საკითხი მგონი ამოვწურე რომ იმას და ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე გადავალე ხარ რომ როდესაც დაცემის შემდეგ ეუბნება ღმერთი ევას წევლის სახით. აი დააკვირდეთ სად გახდა ქალი უკვე დამოკიდებული. ხო, ვამბობთ რომ დამოუკიდებელია და ორივე ბატონია, ორივე უნდა იბატონოს და წევლის შემდეგ ეუბნება რომ გაგიმრავლებ ტანჯვას შობის დროს და შენი ქმრისკენ იქნება შენი სწრაფა და ის კი იბატონებს შენზე. აი დააკვირდით, რადგან შენ აცდუნე. ანუ ეს რომ კაცი ბატონობს ქალზე დღეს უკვე ევაზე რომ უკვე ბატონი გახდა მამრი დედრის ეს არ არის 64-ეული მოვლენა. ის ორი მეფეა, ორი ის არის, მაგრამ ეს არის უკვე დაცემის შემდეგი მოვლენა და ერთ-ერთი წყევლა ქალის წყევლა არის ის რომ კაცი ბატონობს და კაცისკენ ილტვის. და ეს ყველა მამაკაც მოწონს და ამ წყევლას უსრულებენ. თვითონაც დაიწყებლა ადამიანი ოფლით ჭამდეო, მაგრამ ყველა იმსუბუქებს იმ წყევლას და არ უნდა ეს ოფლის ღრა მაინც, მაგრამ აი ქალს უნებიან შენ დაგწყევლა ღმერთმა და შენ უნდა ამ პრივილეგიას ირგებენ ესე. ხო და რაც შეეხება ახლა უფროსობას, ადამი იერარქიულად უფროსია, აი ეს იერარქია არის ძალიან საინტერესო. იერარქიულად უფროსია იმ გაგებით, რომ ევა მოდის ადამისგან. იბადება ადამის ნეკნის თიქმნება, ხო? თუ მიწისგან შექმნა ადამი, ევა უკვე ადამისგან შექმნა და როგორც საწყისი ევასი არის იერარქიულად მაღლა, ეს იერარქიულობა არნიშნავს ბატონობას. აი მაგალითად ქრისტე ამბობს ერთ ადგილას რომ მამაი უფროი ჩემსა არს. ნუ ამას ამბობენ რომ კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარე ამბობს, მაგრამ ბასილი დიდი განმარტა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ბასილი დიდის რო არის სამება მამა, ძე და სულიწმინდა, აქაც შეიძლება ითქვას რომ მამა რადგანაც არის საწყისი და საწყისი მარადიული და არაოდესღაც რო დაწყებული შვება, არა მარადიულად იშვება, მაგრამ იშვება მამისაგან. ამიტომ თხრობაში ის პირველ ადგილას დგას და ბუნებაში კი ერთი არიან, ერთია ეგ ბუნება. არ არის უპირატესობა ბუნებაში მამასა და ძეს შორის. საწყისობაშია უპირატესობა და ამიტომ შეიძლება აი ეს თქვა ქრისტემ და ის არაფრით არ არის უპირატესი გარდა იმისა რომ მამისგან იშვება ძე და ერთი ბუნებაა. ერთ არსებაა, მაგრამ ერთ არსებაში შეიძლება დალაგებიდან გამომდინარე, რადგან მამისგან გამოდის. აი ეს ვიგულისხმოთ მამაი უფროი ჩემსა. იგივე აქაც ერთი ბუნებაა,
მაგრამ აქ ხა ევა არ არსებობდა და საწყისში შემოდის, ისე არ არის სამებაში, სამება არის მარადიული სამება, რომელიც მარადიული мама, მარადიული ძე, მარადიული სული. და ესე მსგავსება პირდაპირ არ დავინახოთ და ვინმე არ დაიბნეს. მაგრამ ევა არსებობაში შემოდის, მაგრამ შემოდის ადამის ნეკნიდან აღებული და არის იგივე ბუნების, მაგრამ რადგან საწყისი არის მამრი და მამრისგან, ამიტომ არის პავლე მოციქული ამბობს, რომ კაცისგან მოდის ქალი და არა ქალისგან კაცი. და რადგან საწყისი არის, ამიტომ იერარქიულად ითვლება თავი, ანუ საწყისი არის ადამი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბატონს. ტოლები არიან ესენი. ერთი სქესის არის კაცი, ერთის ქალი, მაგრამ ორივე ღვთის ხატი. და არ არის სამოთხეში ადამი ევას ბატონი, იმიტომ რომ იქა ჩანს რომ ევას შეუძლია დამოუკიდებლად ესაუბროს გველს. და დამოუკიდებლად ეუბნება რომ ჩვენ ასე გვითხრა ღმერთმა. ანუ ევაც იგივე ხატია. და აქედან გამომდინარე იერარქიულობიდან სამოთხეში ითვლება ადამი, თუმცა არა ბატონად, მაგრამ დღეს უკვე დაცემის შემდეგ, რადგან ქალისგან წამოვიდა ცთუნება, ადამი ეუბნება, რომ ახაც ახლა წინათ რაც ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესოა, რომ ქალი რომელიც შენ მომეციო, იმან მაცთუნაო, მაგრამ აი თავში რო თქვი, რატო არ მიცა? მანამდე სანამ ადამმა არ დაინახა საჭიროება, თქვათ, აი შესაფერისი რო არ იყო. რომ ადამიანს ეს თვითონ უნდოდა. ხო, ღმერთმა თავიდანვე თქვა რომ არ არის კარგი, მაგრამ ადამიანმა რო დაინახა. ადამიანის სილობს გაექცეს პასუხი, უშუალოდ გაუზიაროს, გადააბაროს, მაგრამ აი რო გაექცა უკვე დამნაშავეა, იმიტომ რომ ეს გახარებულია, მისი მსგავსი რო დაინახა, მისი შესაფერისი რო დაინახა, ღმერთმა რომ მიცა. გახარებულია ეს დედაკაცი დაარქვა, ჩემგან აღებული, ჩემი ხორცია, ჩემი ის არის და აი რო დაეცა უკვე, იქ აი შენ რომ მომიყვანეო. ის რო არ მოგიყვანაო, მის თქმა არის, მე არ დავეცემოდიო. აი ის რო არ მოგიყვანაო, მაგრამ იმაში თვითონაც მისი წილიც არის, მისი სურვილიც არის, ხო, იმის შექმნაში და ამიტომ გაჩერდა ღმერთი ევას შექმნაში სანამ ადამიანს, იმიტომ რომ იცოდა ხო ამას დააბრალებდა და ამიტომ დაწყევლის შემდეგ არის ეს პროცესი, რომ ქალი ბატონობს ქალზე, თუმცა ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. კაცი ბატონობს ქალზე. ო, კაცი ბატონობს ქალზე. და იერარქიას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ავგუსტინეს მსჯელობა ანგელოზებზე. აი ჩვენ ანგელოზებზე სწავლება ვიცით იმდენი, რამდენიც მოთხრობილია ანგელოზთა შესახებ ბიბლიაში, როდესაც გამოჩნდებოდა ისინი და მათზე საუბარი რაც არის ბიბლიაში მოცემული და ეს 9 დასი იერარქიულად აღემატება ერთმანეთს. ანუ თავარ ანგელოზები თავის ეს ბუნება ერთი აქვს ანგელოზებს, სული არიან. სული, მაგრამ მოაზროვნე სული, სული გონიერი. ბუნება ერთი აქვს, მაგრამ რანგით აღემატებიან. და ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ არ ვიციო ეს ღმერთმა ასეთად შექმნაო ერთი მეორეზე უპირატესი, თუ თავიანთი მოქმედებიდან გახდნენო ერთი უფრო მიახლოებული ღმერთთან, მეორე უფრო დაბლა. თუმცა თავის რანგში ყველა სრულქმნილია. ყველა სრულქმნილი განააკლია რამე. ეს რანგები არის ღმერთთან მიახლოებით და არა ბუნებით. და არ ვიციო ანგელოზებიო მრავლდებოდნენ თუ არაო. და მე შეწყდაო. ესო ჩვენ არ ვიცითო. და არ ვიცითო რომ ერთნაირი შექმნა ღმერთმა. ანუ ბუნებით ერთია, მაგრამ რანგით ერთნაირი შექმნა და მე თავიანთი მოქმედებებიდან მიუახლოვდა ერთი და მეორე ესე დარჩაო, თუ ეს ასე შექმნა ღმერთმა, მაგრამ დღეს ასეა. და ადამიანთან ვიცით რომ რანგით კაცი იმიტომაც დგას რომ კაცისგან მოდის ქალი და არა ეს არ ნიშნავს ბატონობას, ეს არ ნიშნავს უფროსობას, ეს არ ნიშნავს რომ კაცი უფრო ახლოს არის ღმერთთან, არა. ორივე შექმნილია ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად. მნიშვნელოვანი განმარტება. ხო, აი ახლა ვიტყოდი იმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთმა რომ თქვა დაცემის შემდეგ აჰა გახდა ადამი ერთი ჩვენთაგანი, ჩვენი მსგავსი, შემცნობი კეთილისა და ბოროტისა. აი ეს არის ძალიან, ნუ ბევრი ამბობს, რომ ეს კნინობითა თქვა, დაცინვით რო თქვა მაგალითად, მაგრამ კნინობითი მდგომარეობა და არა ღმერთის ნათქვამი არ არის კნინობითი. ადამი მართლა გახდა შემცნობი.
ანუ ადამი ხომ უნდა გამختارიყო თავისი ნების, ანუ შეცნობით ღმერთის და ამის შეცნობით ღმერთი უნდა ერჩია და ამით ეცოდინებოდა, რომ ის ბოროტია. ცოდნით იცის, მაგრამ გამოცდილებითი ცოდნით არ იცის. ანუ სხვარი გამოცდილებითი ცოდნა და სხვარი ცოდნა, რომ ამას მიიღებ და მოკვდები. ეს გამოცდილებითი ცოდნა არ არის. გამოცდილებითი ცოდნი ჩვენ ვიცით, რომ მოკვდებით ყველა. მაგრამ აი სიკვდილის პირას რომ მიდიხარ და რო კვდები, იქ ღებულობ სიკვდილის გამოცდილებას. რაც არ უნდა ნახოს ხვები, მკვდარი. იქ შენ მაინც ცოცხალი ხარ და სიკვდილი არ იცი რა არის. აი სიკვდილი ჩვენ გვეცოდინება მაშინ, რომელთა დიდხანს ვამყოფოს, მაგრამ გვეცოდინება ის ზუსტად ჩვენ რო დავდგებით იმ ზღვარზე, სიცოცხლის ზღვარზე, აი მაშინ შევიცნობთ, ის არის გამოცდილებითი ცოდნა. ეს ხდება ქრისტესთანაც, ქრისტემ ხო იცის უმეცარი არ არის სიკვდილის, მაგრამ გამოცდილებითი, როგორც ადამიანის, აი ეს ჯვარცმის წინ რომ შეშფოთებულია, შეწუხებულია ჩემი სული რომ ამბობს, ეს არის გამოცდილებით სიკვდილი. იმიტომ რომ სხვა არის ცოდნა, სხვა არის გამოცდილება. როცა კვდები. ხო და ადამიანს გამოცდილებით უნდა შეერთებოდა ღმერთს და თავისი ნებით უნდა გამختارიყო შეერთებულია, მაგრამ დამტკიცებული და გამტკიცებული ღმერთში, ნებელობა. და ადამი მას შეიცნო ღმერთი, ოღონდ ბოროტის მეშვეობით. ანუ ადამმა შეიცნო ღმერთი, რომ კეთილია, იმიტომ რომ შეეშინდა. მერე ამ სიკეთის შეეშინდა, იმიტომ რომ ბოროტი მიიღო. ანუ ის გახდა მცნობელი კეთილისა და ბოროტისა, მაგრამ გახდა დაკარგვის კეთილის დაკარგვის გამოცდილების შეძენით. თუ ის მას ბოროტი უნდა შეეცნო კეთილის მიღებით, რომ ის ბოროტია, ეს უნდა შეეცნო. აქ პირიქით მოხდა და პავლე მოციქული ამბობს ერთგან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. კორინთელები წერენ, რომ ხშირად მოგწერეო რა, წერილს ითხოვენ და ცოტა უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ იშვიათად რომ გწერო და პავლე მოციქული აძლევს შენიშნას, რომ წიგნს მთხოვთო, წერილი წიგნია ძველ ქართულად, წიგნს მთხოვთო, მე თქვენ სული მოგეცითო და სული წიგნი კლავს, სული აცოცხლებს. სული გაცოცხლებთო, სული წმინდაზეა საუბარი და წიგნიო კლავსო, ანუ წერილი კლავსო, სულის გარეშე წერილი კლავს. სულით უნდა შეიცნო ეს წერილი, თორე სული თუ არ არის, წიგნით ვერ მოკვდები და თქვენო ეჭვგებარებათო მერე ამბობს, რომ ჩემშიო ქრისტე საუბროსო და ფრთხილად იყავითო, მე თქვენო ქრისტე მოგეცითო, სული მოგეცითო და დაკარგვის მერე არ მიხვდეთო. რო თქვენში იყო ის აი ეს დაკარგვის მერე მიხვედრა ხდება ადამიანთან. აი დაკარგვის მერე მაგალითად ადამიანი რომ მშვიდად ძინავს ადამიანს. აი მაგალითად მე თქვენ ყველა როცა სიკეთეს გავაკეთებთ, ყველა ადამიანი ესეა რომ თავისი გაგებით და ღმერთის წინაშე რომ მართალი ხარ მშვიდად გძინავს იმ დღეს. მაგრამ აი სიკეთე და სიმართლე თუ მოგშორდა და რაღაცა არასწორი ჩაიდინე, მე ხვდები და როგორი ტრაგედია, ხო? სინდისი გაწუხებს. გაწუხებს ეს სინდისია. ის გაწუხება, ზუსტად ეს სინდისია, რომ იმის წინააღმდეგ წავიდა. გონება ხდება, რომ ღმერთის, ანუ ნამდვილი გონების, ნამდვილი არსის, ნამდვილი სიმართლის წინააღმდეგ წავიდა და აი წუხდება დაკარგვით, ანუ სიმართლის დაკარგვით შეწუხებულია, ძილი უქრება და ასე შემდეგ. ნუ ახლა ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. შეიძლება არც კი ახსოვდეს რა არის ის, მაგრამ ხვდება ეს სინდისია ის, რაც ჩვენში ბევრი დალექილი შრის შემდეგაც კი შეიძლება ადამიანს დაავიწყდეს რა. მაგალითად, ჩემი სახლის აივნიდან ერთი ნაწილიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ჩვენ ძალიან კარგად. და მოპირდაპირ ეზოში იზრდებოდა ერთი დიდი ხე, რომელიც ამაღდა და ეს ხედი, ანუ წმინდა სამების ხედი დაფარა, ასე ვთქვათ. დღემდე რო გავიხედები ხოლმე ამ მიმართულებით, სულ მაქვს მოლოდინი, რომ უნდა დავინახო წმინდა სამების ტაძარი. ვერ ხედავ რა თქმა უნდა, მაგრამ
ვერ ვიტყვი რომ ავტომატურად, მაგრამ ბუნებრივად პირჯვარს ვიწერ და მაქვს იმის შეგრძნება, რომ მე მაინც ვხედავ, მაინც უცქერი წმინდა სამების საკათედრო ტაძარს. დაახლოებით იგივე შეიძლება ზუსტი პარალელი არ არის, მაგრამ შეიძლება ადამიანს რაღაც აღარც კი ახსოვს, რა იყო იქ, ან რა არის იმის ბუნება, მაგრამ ეს ინდიცია ის, რომელიც მას ყოველთვის შეახსენებს ხოლმე, რომ იქ არის რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა იყოს ორიენტირებული. ყველაზე ცუდი რაც გჭირს ადამიანებს, ეს არის სიცოცხლის დაუფასებლობა, საკუთარი სიცოცხლის, აი ცოცხალი რო ხარ. და აი მაგალითად დილით რო დგები ჩვეულებრივად, რომ გათენდა, რომ ზეამოვიდა, რომ სიცოცხლე გრძელდება, ამას ეს რადგან ყოველდღიურია, ამას ვერ აფასებს ადამიანი, მაგრამ აი იმ მომენტში, როცა უკვე ხვდები, რომ ვერ ადგები და მზეს ვერ დაინახავ, აი იქ ხვდები თურმე რა საოცრება ყოფილა ეს ყოველდღიური, რომელიც თითქოს და არაფერი იყო. რა საოცრება ყოფილა და თურმე საოცრებაში, ანუ სასწაულში ცხოვრობდი. სასწაული იყავი და სასწაულს ვერ აღიქვამდი. ამიტომ არის ხოლმე ქრისტე ეძახის, ვინც სასწაულს თხოვდნენ და ეძახის ერი მემრუშე ითხოვსო სასწაულს. მემრუშე არის ქართული გაგებით სიძავი და მემრუშე განსხვავდება. სიძვა არის, როცა დაქორწინებული, ანუ კანონიერი ქმარით ან ცოლი არ აყავს, ეს არის სიძვა. და ვინც კანონშია, ვინც დაქორწინებულია და კანონიერი ყავს და სხვაგან გადადის, სხვასთან, აი ეს არის უკვე მრუშობა. და ამით ანუ მრუშს რატო უწოდებს, რომ ეს სამყარო საოცრებაა. ამასთან ვარ ჩვენ დაქორწინებული, მოდი ესე ვთქვათ, არ ვიცი, აი ამ შეერთებული ამ სამყაროსთან, რომ საოცრებაა, ახლა რომ გავიგეთ, რომ თურმე ჰაერში კიდია, ჰაერში ცურავს ეს დედამიწა, არ ეცემა რაღაცა მიზიდულობის ძალა, იქ მას ზეანათებს ისა და აი ეს გლობუს რო დავინახავთ, აი ვიცით რომ ეს არის, მაგრამ როგორი საოცრებაა ეს ყველაფერი. აი როგორ მოაწყო ეს, აი რა საოცრება, რა დიდებულია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ამის საწინააღმდეგოში ვეძებთ, აი მაგალითად საოცრებას ვეძებთ, რომ მზე გაჩერდეს. მაგრამ მზე რო ამოდის, ეს რა საოცრებაა, ამოდის, ნუ ბრუნავს დედამიწა თუ როგორც არის, ეს რა საოცრებაა. აი ამისი განხილვა და ამით გაოცება არის ზუსტად იმ კანონში ყოფნა და ამის საპირისპიროს მოთხოვნა არის მრუშობა ღმერთთან, ანუ იმ კანონზომიერებასთან მრუშობა, რომელიც თვითონ კანონზომიერება არის საოცრება და კანონზომიერებაზეც ღმერთიც ესე გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, საერთოდ აი მიწისძვრები რაღაცები რო ხდება, აი ღმერთი ახდენს თუ არა და რაღაცა და ღმერთი არ ახდენს, ღმერთმა თავისი კანონზომიერება მიცაო სამყაროსო და აი იმ კანონზომიერებით მოქმედებსო და ეს კანონზომიერება მიცა დაწყებლის შემდეგ. აი ახლა დაწყებლაზე გადავიდეთ, ეს ძალიან საინტერესოა. ღმერთმა ადამი რო დაეცა, ევა და ადამი. ეგ არის ერთი ჩემთვის ამოუხსნელი ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევამ შეჭამა ეს ხილი. ნუ ახლა დასავლეთში ამბობენ ვაშლს, მაგრამ ეგ არ წერია. ვაშლი არ წერია. მართლმადიდებლურად ჩვენ ვამბობთ ლეღვს. და ლეღვს იქიდან ვამბობთ, ლეღვს უფრო აქ არსებობის უფლება, იქიდან გამომდინარე ლეღვის ფოთლები აიფარეს შემდეგ. ხო და ახლა ლეღვის ფოთლები აიფარეს, ამიტომ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ ლეღვია, მაგრამ დასავლეთმა შემოიტანა ვაშლი და ახლა ვაშლია ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში რა ხილია არ წერია. ბიბლიაში არსად არ არის მოცემული ეგ ხილი რა არის და ეს ევამ შეჭამაო მოგვიჩა, ხო? მოდი ესე ვთქვი. და მიუტანა ქმარს. ანუ ადამს, ჯერ ქმარი არ არის ის, მიუტანა მეორეს. და თუმცა ქმარი არ არის შეერთებიდან გამომდინარე, თორე ისე იმრავლე და ინაყოფიერეთ ეს ღმერთმა მანამდე კურთხევა აქვთ, ხო? შეჭამა ადამიანს. და წერია რომ ორთავეს ერთად აეხილა თვალი. მე მებადება კითხვა, ევამ ხო შეჭამა? მანამდე რატო არ აეხილა? ხო, აი რატო არ აეხილა თვალი?
ადამიანის ჭამის მერე აეხილა თვალი, ხო? და მანამდე ესეა, ანუ ხო და ეს ახლა მის გადატანითი მნიშვნელობა აქვს მაქსიმე ამხსარებელ ძალიან მაგარი სწავლებაა ერთ ადამიანში განიხილავს ევას განიხილავს გულად და ადამიანს განიხილავს გონებად. ნუ ეს ახლა გადატანითი მნიშვნელობაა ადამი და ევა გული და გონება არ იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ როდესაცო ჩვენთანო შემოდისო გონებაში რაღაცა ცუდი აზრი. აი ნება მაგალითად. გონებაში შემოვიდა, გაიფიქრე, მაგრამ გულმა არ მიიღო. არ ასეუბნება გული. ეწინააღმდეგება. უბრალოდ გულში შემოდისო, ხო, შემეშალა, ანუ მევაში შემოდის, გულში შემოდისო აზრები და გონება სინამდვილეში გონება ეწინააღმდეგება, ხო. აი როცა გულში შემოვა რაღაცა სურვილები ეს გულის არის და გონება ეწინააღმდეგება არა. არ გააკეთო. მაშინ ადამიანი დაცემული არ არისო. მაგრამ თუ გულში რაც შემოვიდა, ის გონებამაც მიიღო და ჩათვალაო, კი ესეა საჭირო. და ის თუ არასწორიო, იქ უკვე ადამიანი დაეცაო. და აი ამიტომ ევა და ადამ შორის ეს როგორც გულთან და გონებასთან ხდება, ეს მოხდაო. მაგრამ იქ კიდე 1000 სიღრმეებია და ეხა ყველა სიღრმეში ჩვენ ვერ ჩავწვდებით, უბრალოდ მე ფაქტი არის ის, რომ აღნიშნე რომ ეს ევა უფრო ადრე მიირთვა. ხო, უფრო ადრე მიირთვა და თვალი არახელია. თვალი არახელია. ადამიანის მირთმევის შემდეგ ორივეს ერთად აეხილა. ძალიან საინტერესო ფაქტია და აი რა არის კიდე საინტერესო რომ ბევრს გონია რომ ადამმა რახან შეჭამა და ევამ რახან შეჭამა ამიტომ გახდა მოკვდავი ხორცით არა ეგ არ მომხდარა ადამი მოხდა სულით მაგრამ ადამისთვის რომ დაეშვა ღმერთს რომ ეცხოვრა სამოთხეში და რომ არ გამოედევნა ადამი მუდმივი ცოცხალი იქნებოდა მაგრამ ღმერთის გამოჩენისას მუდმივად გაიქცეოდა. ანუ ვერასოდეს ღმერთს ვერ შეუერთდებოდა და დარჩებოდა ცოცხალ ცხოველად. სულით ღმერთს მოშორებული. ამიტომ რაც არის ეს წევლა თავისუფლება. ანუ ამით თავისუფლდები, სიკვდილით თავისუფლდებით. აი სიკვდილით თავისუფლება კიდე როგორ არის რომ გვაფიქრებს. უკვე პრობლემა შემოდის ადამიანში. ადამი ხო უპრობლემო ცხოვრობს. და მიწა დაიწყევლა და აღმოაცონოს კუროს თვალი და ასე შემდეგ რომ შენ სამუშაო კონდეს და ოფლითა შენი თაჭამდე ეს არის ერთი ჭამის პროცესი რომ ჭამის საჭიროება შემოდის ადამი და ევა სამოთხეში არ ჭამდნენ თუმცა შეეძლოთ აი ძალიან საინტერესოა კიდე რომ გველი როცა ეუბნება ვარა უდობს ღმერთმა რატო აგიგზავნა თუ ამ ყველა ხისაგან ჭამა აი ეს გველი ხო აკვირდებოდა გონიერი არსება იყო აკვირდებოდა და არ ჭამდნენ ესე იგი და მარჩიელობს ყველა ხისგან აგიგზავნათ რატო აგიგზავნათ ყველა ხისგან და სიმართლეს გებულოს ევასგან აი სიტყვა ევაში იყო სიმართლე არაო ყველა ხისგანო არა უგზალიაო მარტო ამისგან აგვიგზავნაო ეს იმით აგიგზავნათო რომ ამას რო შეჭამთ ღერთი გახდება უკვე იქ ევასგან გაიგო სიმართლე რა იყო სინამდვილეში და როდესაც აი ეს ცოდნა ღვთისა დაიკარგა სულს მოშორდა როგორც წინა იმაში ვთქვი ღმერთი და განშიშდნენ მაგრამ მოკვდავი არ გამხდარა სულით მოკვდნენ მაგრამ ხორცით ცოცხალი იქნებოდნენ და ამიტომაც ღმერთი წევლის ანუ ეპიდემიას ადებს რომ ოფლით იშრომოს და იშოვოს საჭმელი და დაშლადი ხდება ადამიანის ორგანიზმი ანუ ჩვენ რო საჭმელს ჭამთ იმიტომ ჭამთ რომ ჩვენი ორგანიზმი მოკვდავი ხდება და რო არ მოკვდეს ამიტომ ენერგიების აღდგენა გვჭირდება იცლება ენერგიებისგან დაშლადობა ქვია ამას და ეს ოფლით აქვს მოსაპოვებელი და ამავდროულად ადამიანმა იცის რომ რადგან მიწისგან აგიღეო მიწადვე მიიქეცი ხო აი ეს მიწადვე მიიქეცი ეს არის
ეს ამისთვის არ იყო ადამი შექმნილი, სიკვდილისთვის არ იყო შექმნილი. არ უნდა მომკვდარიყო ის ხორცით. ის ისე არის შეერთებული, რომ ადამიანი, როგორც წინა იმაზე ვთქვით, რომ ადამიანი იწოდება ხორცი და სული, მაგრამ ადამიანს უწევს ხორცის გარეშე ცხოვრება და როცა მოკვდება სულს და უკვე ის ადამიანად არ იწოდება, იმიტომ რომ ადამიანი არის ხორცი და სული. და ეს ხდება იმისთვის, რომ აი ამ პროცესში 930 წელი იცხოვრა ადამიანმა მიხვდეს ამ პრობლემებში რამხელა ცოდვა ჩაიდინა. რამხელა ის გააკეთა რომ ღმერთი მოიშორა, ღმერთი იყო და ღმერთი მოიშორა, ღმერთი იყო მაშინ დამკვიდრებული და რა ბოროტებაში ჩავარდა და ეს არის სინანული. რა დაკარგა. ეს გააცნობიეროს. რა დაკარგა. ეს რო გააცნობიეროს და აი ეს პროცესი ხდება წყევლის შემდეგ. და ამიტომ 60-დან გამოდევნა, ეს არის მესამე წყევლა და სინამდვილეში იწყება ჩვენი ეს წყევლა იწყება 60-დან გამოდევნით, იქ ბოლო პროცესია 60-ში. დიახ. ანუ ჯერ წყევლის და მერე გამოდევნის, მაგრამ ჩვენ ყველანი გამოდევნილები ვართ. ანუ 60-ში არ ყოფილვართ, მაგრამ ადამია გამოდევნილი და ჩვენ გამოდევნილი შვილები ვართ. და შემდეგ მეორე მოდის ოფლი, ანუ შრომა, რომ ვიარსებოთ გერმშობლები შრომობენ, მე ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რომ ვიარსებოთ და რომ შევჭამოთ და რომ არ მოვკვდეთ, თავი შემინარჩუნოთ და შემდეგი მესამე უკვე არის მიწახარ და მიწად მიიქეც ეს ბოლო პროცესი. თუმცა იქ სვანაირად არის, ხო და აი ეს სამი მდგომარეობა ხდება ზუსტად ქრისტესთან. ქრისტე დაემორჩილა ამ სამივეს. ღმერთმა უთხრა, ხო არის ეს ღმერთმა უთხრა, მამა ძის მეშვეობით ამბობს, სულიწმიდით აკეთებს. ანუ ძემ თქვა ღმერთმა და იქნა, რო არის თქვა ღმერთმა, ეს ახლა ჩვენი თქმასავით არ არის. თქვა ღმერთმა, ანუ ძე არისო, სიტყვა არისო დათესილიო და სიტყვა აღმოაცენაო ეს ისაო და სულიწმინდა მიცა ნაყოფი. ხო და რო უთხრა ღმერთმა რომ ეს ადამიანს ეს წყევლა ეს ის ძეგან გაცდა. და თვითონ დაექვემდებარა ამ წყევლას. წყევლის ქვეშ იყო, ნიშნავს რომ წყევლის შედეგად მიღებული მდგომარეობა მიიღო ქრისტემ. ქრისტემ. ანუ პირველ რიგში 60-ის გარეთ იცხოვრა, დედამიწაზე იცხოვრა და 60-ია ახლა ეგერ თუ ისა თვითონ მისი სხეული, მაგრამ ქრისტე როგორც კაცობრივი დედამიწაზე იბადება კაცი, დედამიწაზე იზრდება, დედამიწაზე ცხოვრობს და არის დაშლადი. ფიზიკური სხეული არის დაშლადი და არის სიკვდილის შემძლე. არსებობს ყვედრებითი და არაყვედრებითი მდგომარეობა ადამიანის. ყვედრებითი არის ცოდვა და არაყვედრებითი არის სისუსტე. და ქრისტეს ჰქონდა არაყვედრებითი, არასაყვედრელი. და საყვედრელი არ ჰქონდა. ეხლა საყვედრელი რა არის? საყვედრელი არის ის რაც რა ბუნებაც გვაქვს იმის ზედმეტი. აი მაგალითად, როცა ქრისტეს რო შიოდა, ადამიანს რო შია, ეს არ არის საყვედრელი. ეს უკვე ჩვენი ბუნება გახდა. ბუნებრივი მოთხოვნილება. ბუნება გახდა ჩვენი. ადამიანს რო წყურია, ეს არ არის საყვედრელი. ეს ბუნებრივი მოთხოვნა გახდა. და ადამიანი რო კვდება, ესეც არ არის საყვედრელი, იმიტომ რომ ეს ღმერთის დადგენილია ესეთი. კვდებით, ყველა მოკვდავი ვართ. მაგრამ ადამიანი როდესაც აი პირველს ეუბნება ეს აქცია უპურებად. ქვები აქცია უპურად. ანუ ქვები. ანუ პურები აქციო. ქვები პურებად აქცია არის უკვე საყვედრელი. აქაც საყვედრელს ეუბნება. ანუ ქვები რა თუნდა ქვები? ერთი ქვა, ხო? ერთი ქვა. ანუ ერთი პური არ არის საყვედრელი, მაგრამ როცა უკვე პურები გინდა სიმდიდრე იმისთვის რომ იცხოვრო, ანუ იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება ღმერთი და გენილი კანონების შესაბამისად. აი ამის ზედმეტი უკვე
არის საყვედრელი. ის რომ სიცოცხლე გინდა, ეს არ არის საყვედრელი. ის რომ ჯვარცმა არ გინდა, ეს არ არის საყვედრელი. მაგრამ შენ ჯვარცმას და სიკვდილს უარყოფ პურების გამო, რომ ამ ქვეყნიური დიდების გამო ამას რომ უარყოფ, ეს უკვე საყვედრელია. თუ შენზე მოდის ჯვარცმა, თუ შენზე მოდის საკითხი, უარყოფ ჭეშმარიტება ან ჯვარს გაცმევ. მაშინ უკვე თუ უარყოფ ჭეშმარიტებას და უარყოფ ღმერთს და აირჩევ ამ ქვეყნიურ დიდებას, აი ამ შემთხვევაში უკვე საყვედრელია და ვერ გადარჩები. მაგრამ ის რომ შენს ჯვარცმა არ გინდა და შენ რო სიკვდილი არ გინდა, ეს არ არის საყვედრელი. მაგრამ ამ სიკვდილ სიცოცხლეს არ ცვლი იმ წარმავალზე. მაინც წარმავალია, იცი, ფიქრობ, რომ ეს მაინც კვდები. ეს მაინც დარჩება. ამას მაინც ვერ წაიღებ. და ეხლა სიცოცხლეს თმობ, ანუ ჭეშმარიტებას, სიმართლეს ღმერთს თმობ, აი ამ წარმავალის გულისთვის, ეს არის გონებრივი უკვე ფიქრი. და აი აქ უკვე იმარჯვებს, რომ კი, სიკვდილი არ გინდა, მაგრამ კვდები, იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტება გავიდა, სულით კვდები. და ხორცი გააქეს და სიმდიდრე გააკ და ჯანმრთელობა, მაგრამ სულით მოკვდი. და ღმერთი გავიდა. და თუ ღმერთი გავიდა და სულით დარიხარ, ეს უკვე არ გინდა. ეს არის ადამიანის მსჯელობა, აი რატო კვდება ადამიანი და სიკვდილმა რა შეგიძლია მოგიტანოს, რომ ის ყველაფერი დროებითია. ანუ სიკვდილზე ფიქს რომ ამბობენ მამები არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ დღე რო გახსოვდეს სიკვდილი, ესეთი სწავლება არის და ყოველ დღე რო გახსოვდეს სიკვდილი არ ნიშნავს იმას, მოკვდები და მოკვდები. ყოველ დღე გახსოვდეს რომ შენ მოკვდავი ხარ. და ყველაფერი დროებითი. და ყველაფერი დროებითია. არასოდეს არ უნდა აირჩიო მარადისობის საწინააღმდეგოდ დროებითი. ამას ეუბნება ქრისტე. არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისგან გამომავალი სიტყვით. ანუ დანახვა რომ ეს სიცოცხლე, ეს პური და პურები არის ის, რითაც ხორცი ცოცხლობს, მაგრამ სული შეიძლება მოკვდეს, თუ ამაში გაცვლი. ამიტომ ეს არასაყვედრელში უნდა დატოვო ხორციელი მოთხოვნილებები და ღვთის სიტყვით უნდა იცოცხლო. და ღვთის სიტყვა უნდა იყოს შენი სულის მაცოცხლებელი. ეს არის პირველი სიკვდილსა და სულიერ სიკვდილსა და ხორციელ სიკვდილის ახსნა არის, რომ მარტო პურით არ ცოცხლობს კაცი. ეს წარმავალია. კაცი ცოცხლობს ღვთის სიტყვით, რომელიც ღვთისგან გამოდის. ანუ ღვთის სიტყვა გვაცოცხლებს, აცოცხლებს სულს და აი ამ სულის სიცოცხლე ხორცის სიცოცხლის გამო არ უნდა დავთმოთ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განმარტებების, განსაკუთრებით აი ამ წყევლასთან დაკავშირებით ასეთი ახსნა განმარტებები ძალიან ყურდა გულდასადები არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აფიქრებს ცალკეული დეტალები, ეპიზოდები, მათ შორის ბიბლიის ამ მონაკვეთებისა. მამდოროთი, აქ დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. მადლობა უთხრათ მათ შორის ჩვენს YouTube არხის მაყურებლებს. შევახსენოთ, რომ ამ არხის გამოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მათ შორის იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრს მიწვდეს სიტყვა ქრისტეს სწავლების შესახებ და ზოგადად მიიღოს ცოდნა, არა მარტო ქრისტიანებისთვის არის ეს ციკლი გადაცემებისა, არამედ ყველა რელიგიური სწავლები დაინტერესებული ან სამყაროს შეცნობით დაინტერესებული ადამიანისთვის. ამაში რომ დაგვეხმაროთ, საჭიროა გამოიწეროთ დროების YouTube არხი, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, ვისთვისაც გემედებათ ეს ცოდნა. აქ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს და შეხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში. მადლობა.